რიგში რატომღაც მომინდა რომ გაგვარკვიოთ ამ ტერმინში. რას ნიშნავს ფალსიფიცირებული? ეს ნიშნავს რომ რაღაცა ვადებს აცდა თუ პროდუქტშია პრობლემა. ერთს გვეუბნება პროდუქტი და მეორე რამე შეიძლება. ეს არის ხელოვნურად გაყალბებული პროდუქტი. რომელიც შეიძლება იყოს ზუსტად როგორც თქვენ შეიძლება იყოს თვითონ ხარისხობრივად შეცვლილი, იყოს სხვა ინგრედიენტი იმის ნაცვლად, რაც ინგრედიენტების ჩამონათვალშია. და შეიძლება უბრალოდ იყოს ჩვენთვის ცნობილი პროდუქტი, ძალიან ცნობილი, აბსოლუტურად სხვა მწარმოებლის მიერ უნდა იყოს ხალბი პროდუქტი, რასაც ანუ ესეთი გრადაცია არის, რომ ჩვენ რომ ასე ვთქვათ, გავაყალბოთ პროდუქტი ინგრედიენტის შეცვლით, თუნდაც კვებითი ღირებულება, რაც ეწერია ეტიკეტზე, ისიც კი თუ არ ემთხვევა რეალურ პროდუქტს, ესეც კი ითვლება მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა და შესაბამისად მოტყუება და გაყალბება და არის გაყალბება, რომ მართლა რაღაც ცნობილი დასახელების ბრენდირებულ პროდუქტს ჩვენვე რაღაც გამოვუშვათ იგივე ხო პროდუქტს და იგივე ეტიკეტს მივაწებებ. იგივე ეტიკეტს მივაწებებ და ყველაზე ცუდი ამაში ის არის რომ დამცავი მექანიზმები როგორც არის ბარკოდი, შტრიხ-კოდი, ისიც კი შეიძლება იყოს გაყალბებული, შეიძლება ჩვეულებრივად დასკადერდეს, ანუ წაიკითხოს ამ მსნობმა რომელმაც ფუნქციურიც კი იყოს შეიძლება. ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან რთულია. აქედან გამომდინარე ჩვენ ჩემი რჩევა რომ უნდა ვენდოთ მხოლოდ ოფიციალურ ლიცენზირებულ მაღაზიებში ნაყიდ პროდუქტს თუ ეს არის ბაზარზე შეძენილი ვთქვათ ისიც უნდა იყოს ლიცენზირებული ბაზარი და არა ქუჩის ვაჭრობა სადაც შეიძლება რაღაც იყიდებოდეს უნდა დაგვაეჭვოს ძალიან დაბალმა ფასმა რომ არარეალურად დაბალი თუ როდესმე ეს პროდუქტი გვიყიდია სხვა ფასად იმის ну, авიც 10 ჯერ უფრო იაფი ფასი. აი, უნდა მეთქვა დაახლოებით დაბალი რამდენი გამოდის. ძალიან ბევრად დაბალმა ფასმა შეიძლება მოგვატყუოს. თუ ეს გაყალბება არის, ვთქვათ, ესეთი დაბალი ხარისხის გაყალბება და არ არის ძალიან სერიოზული გაყალბება. მაშინ დავაკვირდეთ და იქნებდა ეტიკეტის მიხედვით, ანუ რამდენად მკაფიოდ არის დატანილი ინგრედიენტების ხო არ არის ბუნდოვანი, ეს წაკითხვადი თუ არის ეს შეგვიძლია. თუ როდესმე იგივე პროდუქტი გვიყიდია გავს იმ პროდუქტს, ხო არ არის ეს შეფუთვა მეტად თქვა დაბურული, იქნებ ისეთივე გამჭვირვალე არ არის. უნდა შევატაროთ. იქნებ ფერის ხო ტონია შეცვლილი რაღაც. იქნებ ჩვენ თვითონ შევძლოთ. ну, რა თქმა უნდა, სამისოდ კი, რაღაცამ შეიძლება დაგვაეჭოს, რომ იქნებ რაღაც სხვანაირად გამოიყურება. ანუ თქვენ ახლა საუბრობთ, მე გამექცა ფიქრი იმაზე, რომ ჩვენ მხოლოდ პროდუქტებს არ ვეხებით, შეიძლება ეს იყოს თავშედ იგივე ქიმიური საშუალებებით და ასე შემდეგ, რაც ყველაფერში შეიძლება ჰიგიენური საშუალებები, ნებისმიერ რაღაც, რაც თქვათ შეიძლება რომ არაბუნებრივად იაფი იყოს. საუბრობ პირდაპირ წავედი სარეცხ საშუალებებზე, საწმენდ საშუალებებზე, რასთანაც ყველაზე ხშირი შეხება გვაქვს ჭურჭლის სარეცხის სითხეები, რომელიც კიდევ რაც შეიძლება გქონდეს ასეთი ეტიკეტი ფალსიფიცირებული, ასე თქვენ ყველაზე ხშირად აი რა არის იყოს რაღაც არის ну აი განსაკუთრებულად მოსწონთ ხოლმე ბრენდირებული პროდუქტების ფალსიფიცირება და შეცვლა და ანუ რაც არის ცნობილებად გვინდა რომ ჩვენ ვიყიდოთ და სხვაგან ვყიდულობთ არაფრის დასახელება არ მინდა იმიტომ რომ ეჭვი არ შევიტანო რომელიმე პროდუქტის ყიდვაში მაგრამ ნებისმიერად შეგვიძლია რომ ჩვენ ვიყიდოთ და მეტად მოსახმარია და ის აბსოლუტურად სხვა ფასში დავხვდა უნდა ეჭვი გაგვიჩნდეს მაინც მინდა შევეხო მცირედ ონლაინ გაყიდვებს თუ ეს არ არის ლიცენზირებული საიტი თუ ის არის კითხება თუ არ არის ოფიციალური ეს სადღაც შეიძლება რომ მიაკითხო დაურეკო და ცნობილი თუ არ არის ძალიან დიდი ეჭვი არის ხოლმე ბადებს ეჭვს რომ რატომ უნდა იყოს ეს იგივე პროდუქტი რომელიც ქსელში ღირს თქვათ რაღაც n ფასი რაღაც ბევრად უფრო ნაკლებ ფასში არის ხოლმე ძალიან გასაგები ამიტომ ჩვენ თავად უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რას ვყიდულობთ და მეტი ყურადღება მივაქციოთ ამას. მე ხშირად მეყვარს ხოლმე თქვენ გადაცემაში იმის თქმა, რომ წავიკითხოთ ეტიკეტი, ჩვენ თვითონ ვისწავლოთ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში ეს არ არის საინტერესო, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება სწორადაც იყოს იქ ყველაფერი მითითებული, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შტრიხ-კოდიც იკითხებოდეს და ბარკოდიც არსებობდეს, აი ბარკოდის გაყალბებაც კი შეიძლება, ხო ვიცით რომელია შტრიხ-კოდი არის ციფრებისგან შედგება. შეიძლება ვთქვათ ჩვენ ტექნოლოგიურმა წინსვლებმა
ყველაფრის გაკეთება შედეგებიც ბარკოდი ჩვენ შეგვიძლია დავასკადეროთ ტელეფონებში თუ ესეთი საშუალება გვაქვს რომ ჩვენი ტელეფონი ამომცნობი გვაქვს და მარტივად შეიძლება გავარკვევთ მწარმოებელი ესეც შეიძლება მაგრამ ესეც კი შეიძლება იყოს გაყალბებული ამიტომ ესე იგი ვერაფერი ვერ გვიცავს გარდა ის სანდო დაუშვათ გვიცავს მხოლოდ ის რომ ის მაღაზია რომელშიც ჩვენ შევდივართ და რომელიც თავად არის დაკომპლექტებული ესეთი ადამიანებით ვინც ამ სფეროში მუშაობს ვისაც ყავს სანდო მომწოდებლები ნებისმიერ პროდუქტს რომელიც საქართველოში შემოდის იმას ეტიკეტზე უწერია რომ ვინ არის ოფიციალური იმპორტიორი ჩვენ ქვეყანაში ეს დიდი მარკეტები დიდი ქსელები იმ ოფიციალურ იმპორტიორთან ისინი არ ყიდულობენ ამას ბაზარში ამას ყიდულ ცუდად არ მინდა გამოვიდეს რომ ბაზარში შეიძლება რა თქმა უნდა რამის ყიდვა უბრალოდ ეს უნდა იყოს აუცილებლად სანდო დოკუმენტირებული მას უნდა მოყვებოდეს თავისი დოკუმენტაცია სრული მიკვლევადობა უნდა არსებობდეს და იმ შემთხვევაში როდესაც ჩვენ ქსელურ მაღაზიაში რაღაც დიდ ცნობილ ასე ვთქვათ ბრენდირებულ მაღაზიაში შევდივართ და რაღაც ვყიდულობთ ამისი შანსი ნაკლებია რომ ჩვენ რამე შეგვეშალოს იმიტომ რომ თავად ეს კომპანია იღებს პასუხისმგებლობას რომ არის დაკავშირებული ზუსტად იმ მომწოდებელთან რომელიც თავის კუთხით ისიც პასუხისმგებელია ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე ჰასპის სისტემაზე მიკვლევადობაზე ფერმიდან სუფრამდე არსებულ აი ამ ტერმინზე ხო როდესაც ჩვენ სრული მიკვლევადობის სისტემა უნდა გქონდეს მწარმოებელსა და ჩვენ შორის ჩემთან როგორც მომხმარებელთან მოდის უკვე სრულად შემოწმებული პროდუქტი. ამიტომ ყველა ეს ასე ვთქვათ დარგი და სფერო ფერმიდან სუფრამდე მათ შორის დისტრიბუტორი ოფიციალური დისტრიბუტორიც იღებს პასუხისმგებლობას თუ სად შეისყიდა ეს პროდუქტი რომ მე მომყიდოს და ამიტომ აი ეს სანდოობა იზრდება ამ თვალსაზრისით რომ მარკეტში უფრო მეტად ასე ვთქვათ ჩვენთვის შეიძლება იყოს ეს დაზღვეული რადგანაც ის მარკეტი იღებს პასუხისმგებლობას ამას და ჩვენ უკვე იმას აღარ ვაანალიზებთ რომ აი როგორი ფერის არის ახლა ეს შეფუთვა და ან ის ხარისხსაც კი არა და თარიღსაც არ ვუყურებთ ხშირად ახლა მეც კი რომელიც სპეციალისტი ვარ და ავიღებ და ანუ ხაი წვრილად დაწერილ თარიღს რაღაცნაირად არ ვცალია ხო ვირდები და მეც ესე ვარ უბრალოდ თუ შევედი ისეთ ადგილს სადაც ვენდობი აღარ უყურებ ამას თუმცა ესე იგი გამახვილებაც ამ შემთხვევაში არაფერს არ გვიშველის ქაბუტონო კაი თქვენ თქვით რომ იმპორტიორი კომპანიები დოკუმენტირებულად აწვდიან ხო დანარჩენებს ესე იგი თუ კი პროდუქტი ფალსიფიცირებულია ნიშნავს რომ სადღაც აქვე ხდება მისი გაყალბება ხო? სხვანაირად ვერ მოხდება. ადგილზე ხდება მაგის ასე ვთქვათ შეცვლა, ასე ვთქვათ გაყალბება და ფალსიფიცირება და ამას უკვე ამით არის დაკავებული შესაბამისი სამსახურები, არსებობს შემოწმების სისტემები, აუდიტები, ну რა თქმა უნდა. ხო, იმიტომ თითქოს ამბობდნენ ერთ პერიოდში ზუსტად სარეთ საშუალებას და თუ ქართულად ნათარგმნი წერია, ეს ნიშნავს, რომ ეს უკვე ოფიციალურია. ну ესეც არ იცავს, ხო? ქართული ესე ყველაფრის გაყალბება შეიძლება, თუმცა მე ეჭვმეპარება, რომ ხო ვიღაცამ ჯერ გააკეთოს შეფუთვა მერე ცალკე სტიკერი დაბეჭდოს იმის ქართული ვარიანტის რაღაცა უფრო დაეზარება. მაგდედი ახლა არ მგონია ვაკეთებს ბარემ ქართულადაც თარგმნიდა რა. რა თქმა უნდა, მაშინ ძალიან უნდა უღირდეს ახლა ისეთ დიდი შემოსავალი უნდა მოქონდეს, აი მაშინ ძალიან ბრენდირებული უნდა იყოს ეს ყველაფერი და რაც ჩვენთვის ძალიან გახმაურებული და ცნობილი ამბები იყო და ისევ კიდევ ერთხელ არ ჩამოთვლი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ გაჟღერდა ეს ყველაფერი უკვე და გაირკვა ვინ რას აკეთებდა, მაგრამ მაშინ უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი მისთვის, ვინც ამას აყალბებს, რომ აი ამდენი დამატებითი ხრიკები, რომ ეტიკეტიც კი თარგმნოს და შტრიხ-კოდიც კი მიაკრას. თუ ის პროდუქტია, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. რა თქმა უნდა, ფალსიფიცირებული პროდუქტი არა მარტო ფინანსურ ზარალს გვაყენებს, რომ ეს სხვა ვიყიდე და შემეშალა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რისკს, ჩვენ ჯანმრთელობას ვაყენებთ. მათ შორის სარაცხის საშუალებებიც, ჭურჭლის სარაცხის საშუალებებიც, სურსათიც, მათ შორის ყვება ჩვენი მეგობრების, ასე ვთქვათ, ძაღლების კადრები, ცხოველების ნებისმიერი, ანუ ყველაფერი შეიძლება იყოს ფალსიფიცირებული და საამბიშოდ არსებობენ ჩვენ ქვეყანაში შესაბამისი ორგანოები, რომელიც ამას ამოწმებენ და ჩვენ თუ ეჭვი შეგვეპარა ამაში, ჩვენ შეგვიძლია რომ დავრეკოთ, ასე ვთქვათ, სურსათის შემთხვევაში 1505 არის ტელეფონის ნომერი, თუ რამე ეჭვი გვაქვს, რომ ვთქვათ შესაბამისმა სამსახურმა შეამოწმოს და დაგვიცოს ჩვენ მომხმარებლები. თავისთავად. ვადებსაც შეეხება. აქაც არის ხოლმე ეს კორექცია
არა ჯამთელი და არა ჯანსაღი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ვადა. ხშირად გვინახავს, მოდით ვთქვათ, რომ გადაკრული ზემოდან ერთ სტიკერზე მეორე, რომ აი ცვლილება ყოფილა. ეგ არის პირდაპირ ფალსიფიკაცია და ძალიან დიდი დარღვევაა. მინდა ვთქვა, რომ ეს დარღვევა არა მარტო ვთქვათ სასჯელია, ასე ვთქვათ, ღირებულებით, რომ ვიღაცამ გადაიხადა 500 ლარი ამაში და ვთქვათ მწარმოებელმა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულის მათ შორის და პირდაპირ წერია კოდექსში და ყველა მწარმოებელმა იცის, რომ ფალსიფიცირება, ვთქვათ, მომხმარებლის შეცდომა შეყვანა ეს ყველაფერი დასჯადია. ამიტომ თუ ჩვენ მწარმოებელი ამას ზევიდან აკრავს, მან ეს ანუ ძალიან კარგად იცის რა საკეთებს, ანუ არ უნდა გააკეთოს ზევიდან გადაკრა. ხო, რა თქმა უნდა, ამის ზევიდან გადაკრა თარიღის შეცვლა, ინფორმაციის შეცვლა, ეს ყველაფერი არის დასჯადი და ეს არ არის სწორი. და იმის გარდა ფალსიფიცირებულ პროდუქტთან დაკავშირებით რადგან ჩვენთება, მინდა ის ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი ჯანმრთელობის ზიანის ფასად ხდება ეს ყველაფერი. ის პროდუქტი შესაძლებელია მზადდებოდეს არაჰიგიენურად სწორ პირობებში, არასწორი რეცეპტურით, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ზუსტად ვთქვათ ბრენდირებული პროდუქტის ანალოგის ინგრედიენტები გამოიყენო, ვთქვათ, ეხლა თუ ეს სპირტიან სასმელებზეა, ვთქვათ, იგივე სპირტი, იგივე დაძველებით, იგივე რეცეპტურით გააკეთო, წარმოუდგენელია, თუ ეს სასურსათო პროდუქტია, იგივე ინგრედიენტების ჩამონათვალით, ნუ წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ის ადამიანი იმ პროდუქტს თვითონ ამზადებს და ეს არის მისი საიდუმლო შესაძლებელი იყოს იმ კონკრეტულ შემთხვევაში. ამიტომ ჩვენ მომხმარებლებმა უნდა პირველ რიგში შევისყიდოთ სწორ ადგილას, ასე ვთქვათ, ლიცენზირებულ ადგილას, თუ ბაზარია ლიცენზირებული ადგილი უნდა იყოს, შევხედოთ მაინც შეფუთვას აუცილებლად, დავაკვირდეთ ხომ არ არის გაბუნდოვანი ეს, ვთქვათ, წარწერები, განსაკუთრებულად თუ გადადღაბილივით არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში ეს უკვე ნიშნავს, რომ საეჭვოა. რაღაცა საეჭვოა, იმიტომ რომ თუ ჩვენ პროდუქტის სხვა მსგავსი გვიყიდია და მსგავსად არ გამოიყურებოდა, ეჭვი მაინც უნდა დაგვებადოს რა რაღაცა მოხდა. დავაკვირდეთ კიდევ ერთხელ ფასი არ უნდა იყოს არარეალურად 5 ჯერ უფრო ნაკლები. წარმოუდგენელია, რომ ესე იყოს, ვთქვათ, თვითღირებულებაზე უფრო დაბალ ღირებულებაში. მიგრძნია, რომ რაღაცა სხვა არის, აი ხა ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტაბლეტებს ყიდულობ ხოლმე და იგივე ტაბლეტები იაფად რომ შემიძენია, მე მივხვდა რომ არ არის გახსნილი. ჭურჭელს მოყვება რაღაცა ის ფხვნილი, მე იქვე ხო, აი რაღაც ნადებივით აქვს გაკეთებული და მე რა თქმა უნდა ისე თავიდან გამივლია მოკლედ რა. კიდე აი ყველაზე სახიფათო ისე რომ ჯანმრთელობისთვის საფრთხეა და ამიტომ დავიცოდეს ეს ყველაფერი, გავფრთხილდეთ და იქიდან გამომდინარე ძალიან ბევრი არაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ, მაგრამ მაინც შევიძინოთ იქ, მაინც სადაც უფრო მეტად სამწუხაროა.